ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ყავს ხაზზე დიდი მადლობა ნიკა რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას მოდით შევაჯამოთ ისევე როგორც გიგი უგულავას თქვენც შევეცდები რომ არ შეგაწყვეტინოთ და თქვენი შეჯამება მოისმინოს მაყურებელმა ჩემი და თქვენი საუბარი შეწყვეტინების გარეშე ძალიან რთულად წარმოსადგენია მაგრამ რამდენადმე შევეცდები შეაფასეთ 2018 წელი პოლიტიკური წელი Ну, მოგესალმებით, მადლობა. Ну, ამ წელიწადმა საბოლოოდ დააწმუნა ძალიან ბევრი ადამიანის კი ვისაც ჰქონდა იმედი ქართული ოცნების მიმართ რომ რაღაცას გააკეთებს სასიკეთოდ საზოგადოებისთვის. დააწმუნა რაში? დააწმუნა რომ ბიძინა ივანიშვილი მხოლოდ და მხოლოდ არის მომართული საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად და ამისთვის იბრძვის. ასევე დააწმუნა ძალიან ბევრი, ვინც არ იყო დაწმუნებული მაგალითად 2017 წლის 18 წლის დასაწყისისთვის, ხო? რომ საშობარზე არის მოსული თითქმის ყველა უმაღლესი თანამდებობის პირი. და ფაქტები დასტურდება ეს ყველაფერი. რატომაც დაწმუნდა ეს ხალხი. ასევე დაწმუნდა ძალიან ბევრი ამ ქვეყანაში რომ დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისგან ან ინსტიტუტების გავითარებისგან ძალიან შორს არის ბიძინა ივანიშვილი. აქვს მცდელობა რომ თავისებური დიქტატურა დაამყაროს, სადაც დანიშნავს თანამდებობაზე საკუთარი ოჯახის პერსონალს, მაგალითად სუსის ხელმძღვანელად დანიშნავს პირად მცველს, დანიშნავს მეორე პირად მცველს სახელმწიფო დაცვის სამსახურის ხელმძღვანელად, სადაც ოჯახის ადვოკატს დანიშნავს გენპროკურორად და სხვადასხვა მას შემდეგ არავის არ უნდა ყავს ეს გენპროკურორი თადუმაძე ყავს ხედველობაში ცნობილი ნებათაღეულის შემდეგ საზოგადოებაში რაც იყო სარალიძეს შვილის სკოლების საქმე ხედველობაში დაინიშნა ეს ოჯახის ადვოკატი და არავის არ უნდა ყავს მეგობრი თვალად. ასევე ეხლა ვადევნებთ თვალყურს მცდელობას როგორ აპირებს ბიძინა ივანიშვილი დანიშნოს საკუთარი ოჯახის ადვოკატი არა იურისტი ქალბატონი რომელიც გახლავთ მოქმედი უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთი ვიზე საუბრობთ? ბატონო? ვიზე საუბრობთ თქო გეკითხები? ქალბატონი იურისტი რომელიც გვარი ხალხო დამახსენდება 99.9% გადაწყვეტილება მიღებული აქვს ბატონ ივანიშვილს რომ დანიშნოს უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარედ ქართულ ბანკის იურისტი ვინც იყო წლების განმავლობაში და მისი ოჯახის იურისტი. გამახსენდება გვარი და გეტყვით ერთ-ერთი მოსამართლეა მოქმედი. ნუ აღარ ვსაუბრობ იმ 10 მართლაც თუ ვინმე შელახული აქვს სასამართლოში რეპუტაცია ძირითადად აი ამ 10 ადამიანს აქვს შელახული რეპუტაცია მათ შორის პროფესიული, ადამიანური, ყველა ღირსება აყრილი მოსამართლე ვინც კი იყო, აი ეს ადამიანები წარმოადგენა უჩუმრად ქართულმა ოცნებამ კანდიდატებად უზენაესი სასამართლოს დასაკომპლექტებად, ხო? ამიტომ და არჩევნები თავისთავად რომელმაც ასევე დაგვაწუნა რაში რომ მიუხედავად ხელების გადაგრეხვისა, ცემატყეპისა, დაჭრისა, გაყალბებისა, აუცილებლად ბიძინა ივანიშვილი დამარცხდება. მაგრამ ამავე დროს გამოაგზავნა სიგნალი და გვეპატიჟება რევოლუციისკენ. აი მოდით ერთი წუთით აქ შეგაწყვეტინებთ რევოლუცია ახსენეთ ამ თემაზე. წეღან გიგი უგულავამ გააკეთა ასეთი განცხადება არა რევოლუციაზე, არამედ პროცესები უფრო რადიკალურ სახეს მიიღებს, ოდნავ მოგვიანებით დაგისვამთ კითხვას. მანამდე ერთი კითხვა მოსამართლეებზე, ნიკა თუ შეიძლება თქვენ ამბობთ რომ აი კატასტროფა არის ის რომ ამ მოსამართლეებზე ხდება გადაწყვეტილების მიღება. მიხეილ ჩინჩალაძე 2004 წლებიდან გენერალური პროკურორის პროკურატურაში თანამდებობა ეკავა დიმიტრი გვიტიშვილი 2008-2012 წლებიდან ნინო სანდოძე 2005-2015-დან პაატა სილაგაძე 2006-2008 წლებში იყო მცხეთის სასამართლო თამარ ალანია 2006-2016 გიორგი ტყაბაძე 2008-2012 გიორგი მიქაუტაძე 2012 წლის ივნისში
დავამთავრებ ეხა ყველას მიმართ ობიექტური რო ვიყო მარიამ ცისკაძე ის ჯერ კიდევ 1991 წლიდან იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ქადაგიძე 2002-2012 მერაბ გაბინაშვილი 2007-2009 რატომ მკითხულობ ამას წეგან გიგიმაც ახსენა მონსტრების კორპორაციაო ეს ყველა ადამიანი იყო ნაციონალური მოძრაობისთვის ძალიან მისაღები და მათ ძალიან სერიოზული გადაწყვეტილებები აქვთ მიღებული მათ შორის ივანიშვილის დაჯარიმებიდან დაწყებული გვანცა ხუფარაძის საქმის ჩათვლით და აღარ გავაგრძელებ ეხლა ანუ რა გამოდის თქვენს დროს იყვნენ კარგები და მისაღებები და ეხლა არიან ცუდები ვინ გითხრათ ხა მე ვითუმე ვინ გითხრათ 2012 წელს წინა ხელისუფლებას არჩევნები უნდა წაიგო მე არაერთხელ მithქვამს ეს და წააგო კიდევაც და წააგო იმიტომ რომ ბევრს მოწონდა წინა ხელისუფლების გაკეთებული საქმე და ბევრს მათ შორის ვისაც მოწონდა გაკეთებული საქმე არ მოწონდა გაფუჭებული საქმე ხო ორი მხარე ქონდა ხო წინა ხელისუფლებას კარგი და ცუდი ამ ხელისუფლებას აქვს მხოლოდ ერთი მხარე და მთლიანად ცუდი და მეტიც მე თქვი არაერთხელ და ვიტყვი მორალური უფლებაც აღარ აქვს ამ ქართულ ოცნებას ისაუბროს წინა ხელისუფლების თუნდაც დაკვირვებებზე და მძიმე დანაშაულებზე რატო იმიტომ რომ დიდი ნაწილი იმ ადამიანებისა რომელსაც თავად აკრიტიკებდნენ ყავს ეხა გვერდში და არა მარტო სასამართლო ხელისუფლებაში ხალბატონო ინგა აღმასრულებელ ხელისუფლებაზე და თვითმმართველობის დონეზეც პარლამენტში რამდენჯერ მithქვას რომ შევდივარ მეთქი მეღიმება წინა ნაციონალური ანუ 9 წელიწადი რომ იყვნენ ხო და ის ადამიანები ყავს ეხა ქართულ ოცნებას თავის რიგებში მურუსიძე რიგითი მოსამართლე იყო ვახშობს და თქვენ გასულ ჩემზე კარგად ხო რიგითი მოსამართლე იყო და დღეს რეალურად მართავს სასამართლოს თუ კი ვინმეს ლანძღავდნენ აკრიტიკებდნენ ეს ხელისუფალი როდესაც ოპოზიციაში იყვნენ ვისი გვარი და სახელი იყო ეს პირველ რიგში ადრესატი მურუსიძე თუ სასამართლოს ავიღეთ ხო ეს ადამიანი დააწინაურეს ჩინჩალაძე ეს გუნდი აკაციანი არის ჩინჩალაძეს გუნდი ზონდერ მოსამართლეები დიკი ბატონო იყო სერიოზული პრობლემა რა თქმა უნდა თქვენ მაგრამ ვერ მივიღებ ამ ადამიანებისგან კრიტიკა ჯერ 2018 წელია კალენდარზე და ბანალურადაც ჟღერს უკვე ამაზე ერთდაგი ვიცნობ რომ ვისაუბრო ხო? არა ეს კითხვა ლეგიტიმურია კარგი მე რა კი რა თქმა უნდა მაგრამ ეს კი არა მათ შორის ვინც იმდროინდელი არა ხაბატონო ინგა ამასვე კარგი უნდა გაგრძელებულიყო და ცუდი უნდა დასრულებულიყო მაგრამ ამათმა კარგი არათუ ვერ გააგრძელეს აღმოფხვრეს თავიდან ბოლომდე ხალხო დამეთახვით და ვერ მივიგებ ეხა ამ ადამიანებისგან კრიტიკას ის კარგი გაგეგრძელებიათ ის პოზიტივი გაგეგრძელებიათ პენსიების ზრდა გაგეგრძელებიათ შენებობა გაგეგრძელებიათ მით უმეტეს ამ ადამიანებისგან ვინც მართლაც ლაკი დიდი ლაკა დატოვეს და ჩირკი მოწეს ეს ეკონომიკის მინისტრია სიტუაცია უკეთესია ნიკა ბატონო არა პენსიები და უმუშევრობა ახსენე და ეკონომიკის მინისტრის განცხადებები ეხა ხელახლა აღარ წამაკითხოთ ძალიან საინტერესო განცხადებები არა წარმოიდგინეთ მილიარდელი ადამიანის პირობები ხელისუფალი ოლიგარქის პირობებში ხო 60%-ით უკანასკნელი 6 წლის განმავლობაში მედიკამენტებზე ფასმა გაიზარდა 60%-ით 10, 20 და 30 კი არა 60%-ით 17%-ით არის გაზრდილი ფასები კომუნალურ გადასახადებზე 37%-ით არის გაზრდილი ჯანდაცვაზე მომსახურება ეს 6 წლის განმავლობაში და 20%-ით არის ყველა სურსათზე ანუ სურსათზე ზოგადად ყველა პროდუქტზე გაზრდილი ფასები დამასრულებია თუ შეიძლება პენსია არ იზრდება არც ერთ-ერთი არ გაზრდილა მიმდინარე წელს ხო ყოველი მესამე მოქალაქე საქართველოში სესხულობს ფულს მილიარდელი ადამიანის ხელისუფლების პირობებში რომ კომუნალური გადასახადი გადაიხადოს ყოველი მესამე ასევე ყოველი მესამე პენსიონერი და დამეთანხმებია ალბათ ბევრი პენსიონერის უყურებთ თქვენ გადაცემას ხო ყოველ მესამე პენსიონერზე წინსწრებათ აქვს პენსია გამოტანილი ანუ ვალით ცხოვრობს ყოველი მეხუთე ანუ ძელია გაზი აგზვირდება ახალი წლის შემდეგ გაზის გაძვირებასაც აპირებენ ხო ნუ ლარი რო გაუფასურებულია ეს ყველა უკვე ვიცით საწვავის ფასი რომ და დრამატულად გაიზარდა ნაცვლადობისა რომ შემცირებულიყო რომელი ერთი ფაბრიკა ან ქარხანა გაუხსნია ბიზნესა ივანიშვილს სად დასაქმებულა ადამიანები
გზავე და ჩაუყანია და ერთი წეტილი და მეორე წეტილამდე, ანუ არაფერი არ უკეთებია გარდა იმისა, რომ 15 თუ 16,000 საჯარო მოხელით მეტი მუშაობს ქართული ოცნების ბიუროკრატიაში შტატით და შტატგარეშეები რამდენია, ხო? არაფერი. მაგრამ ის ვინც არ ვარგლობდა წინა ხელისუფლების დროს თანამდებობის პირებს გულისხმობ, ხო? დიდი სიამოვნებით მოკიდა მათ ხელი და დააწინაურა, მათ შორის შევარდნაძის ხელისუფლების დროსაც, ვინც ყველაზე ესეთი ძლავრი კრიტიკის კაცებში ტარდებოდა ხოლმე, ის თანამდებობის პირებიც გააცოცხლა, გააკეთა ნაკლები. დაუმატა მე ჩემი ზღმაწმები ძალიან უპრინციპო თანამდებობის პირები, როგორც არის მაგალითად კახი კავაძე, რომელიც პირდაპირ 2007 წელს აკრიტიკებდა და გმობდა ოპოზიციას და ამართლებდა დარბევას 2007 წლის ნოემბრის, ეს ადამიანი დღეს არის მოკლედ დედაქალაქის მერი და უამრავი სხვა. ნიკა დღეს ქართული ოცნების თუ შეიძლება დავასრულებ, ჩემთვის დიახაც ქართული ოცნების მხარდაჭერა ნიშნავს მურუსიძეს გვერდში დგომას და მის მხარდაჭერად გამოცხადება. ჩემთვის ქართული ოცნების მხარდაჭერა ნიშნავს ჩინჩავაძეს მხარდაჭერას, ბედუკაძეს მხარდაჭერას, ძასოხოვის მხარდაჭერას. დიახაც, აი ამ ადამიანების თუ არ საუბრობ, ეხლა დამნაშავე, ეხლა წამოვიდეთ გავიხსენოთ, ეხლა რა მოხდა, ხო შარშან წრის ნიკა, კითხვა მინდა ერთი და ის. ადამიანს დუშევა ტომარა ჩამოაცვეს თავზე მუხტავლის, ხო პოლიციელმა, პოლიციის ფორმაში გამოწყობილმა. და მინისტრი იყო გებრიშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი. და მთელი ყველა კამერა 100 კამერამდე სათვალთვალო წაშლილი იყო და მოკლედ სხვა ქვეყანაში გადაგდეს, დღეს არის პატიმარი. რატომ გონია რომ ადრე თუ გვიან ეს ადამიანი პასუხს არ აგებს, ხო? ნუ აუცილებლად აგებს შინაგან საქმეთა მინისტრი პასუხს. და ყველა თანამდებობის პირი, ვინც მოიტაცა ავგან მუხტარლიზე ჩვენ არაერთი გადაცემა გვაქვს გაკეთებული, ძალიან მწვავე. დიახ, ნიკა ერთი კითხვა მინდა და რეპრესიებს თუნდაც არ შემილი არ შევეხო, ეხლა ვიცი, რომ დაახლოებით პროგნოზირებადია თქვენი შემოპასუხება. კირკიტაძის დაკავება ეხლა და შეიძლება მითხრათ, ისე პოლიციას კი დამნაშავე იყო ფორმით. ფრანგული დემოკრატია საერთოდ გადაწყვეტა იმ ავტობუსს, იმიტომ რომ კონსტიტუცია შემოპასუხებაზე ვერ გავიგე შესავალი უკაცრავად. თქვენ გონიათ რომ მე ვინმეს დაპატიმრების მომხრე ვარ, უბრალოდ იქ კონკრეტული კადრები არის კირკიტაძეზე, რომელიც საფუძველი გახდა მისი დაპატიმრების ამ მანქანის მინის ჩამწყვევას. გამოვითარებ ერთ მოსაზრებას. ეს იგივე იქნებოდა, რომ პოლიციელმა, რომელმაც მუხტავლის ჩამოაცვა ტომარა თავზე და მუხტავს მოეხერხებია და გაქცეოდა იმ პოლიციას, მერე პრეტენზია წაეყენებიათ მუხტალისთვის, რომ არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას. ჩვენ უნდა დავემორჩილოთ პოლიციის და პოლიციის კანონიერ მოთხოვნას აუცილებლად. მაგრამ როდესაც ტრაქტორებს, კამაზებს და ავტობუსებს ყოველგვარი კანონის კანონმდებლობისა და კონსტიტუციის დარღვევით და ფეხქვეშ გათხოვებით და გადატარება გადატარებით ჩამიხერხავ, შეხარ დამნაშავე. გასაგებია რომ ჩემი უფლებები დავიცვა, ესეც რომ არ იყოს, ხო? ესეც რომ არ იყოს, ხო? თუ მაინდა-მაინც იქ იყო დარღვევა და ჩემი აზრით არ იყო ფრანგული დემოკრატია გადაწყვეტა იმ ავტობუსს. გადაწყვეტა იმ ავტობუსს ნამდვილად და პოლიციის საპატრულო პოლიციის უფროსი კუპატაძე, რომელიც პირადი პატიმარი გახავთ, ასევე დათო კირკიტაძე, თანამდებობას დღეს არ იქნებოდა. მაგრამ როდესაც მოსამართლე გვიტიშვილს და ჩინჩავაძეს, რომელსაც თქვენს აკრიტიკებდით მთელი წლების განმავლობაში, დღეს უზენაეს სასამართლოში აგზავნიან. რატომ აგზავნიან, იცით რომ? არა, მე წლების განმავლობაში იმ საქმეებს ვაშუქებდი ზუსტად, რომელშიც ბევრი მოსამართლე ვინც დღეს არის ოცნების კარზე დაწინაურებული მონაწილეობდა და ამას ხმამაღლა ვიტყვი, ძალიან ბევრი საქმე, რომელსაც ვაშუქებდი თავის დროზე და ჩემთვისაც გასაოცარი არის, რომ ბევრი მოსამართლე როგორ შეიძლება, რომ მაგალითად ხელისუფლებისთვის ყოფილიყო მისაღები, რომელიც როცა ოპოზიციაში იყო, საპროტესტო აქციებს აწყობდა იმ სასამართლო გადაწყვეტილებების გამო. ნიკა, ერთი კითხვა
უნდა დაგისვათ და მე მეშინი არ გაგვეთიშოს. რევოლუცია ახსენეთ თქვენ წეგან. რაზე მიანიშნე? წეგან გიგი ამბობდა უგულავა რომ პროცესისო რადიკალიზაცია მოხდება 2019 წლიდანო. რამეს გეგმავთ ქუჩაში პოლიტიკური პროცესების გადატანა? ასევე და სანამ დამოვიწყდა მინდა თქვა თქვენს ეთერში რითი იყო აღსანიშნავი განვლილი წელიწადი ხო 2018 წელი აი ერთ დროს დაშორშერებული პოზიციების მქონე პოლიტიკოსების გაერთიანება დიახ ჩვენ მოვახერხეთ ძალიან ბევრმა ადამიანმა გაერთიანება მიმდინარე წელს და რამაც შედეგი გამოიღო და ეს გაერთიანება კიდევ უფრო გაფართოვდება. ნახოთ თქვენი რა შეიძლება გვეპატიჟება რევოლუციისკენ ბიძინა ივანიშვილი რომელიც ამბობს რომ მე რა რომ ახალქალაქში გცემეთ და მე რა რომ ის ვინც ეს ყველაფერი მოაწყოს პარლამენტში გიზით დაუშვათ ენზემკოიანის სახით ხო მე რა რომ რატო არ საუბრობ თქვალ არის მალხაზ ბაჩალიკაშვილის შვილის მკვლელობის უმოწყალო მკვლელობის ერთი წლის თავი და რა ზაზას ანალიზეს კი წუხს ამაზე რომ სულ ძირითადად ჩემზე საუბრობენო და არ საუბრობენო მაჩალიკა თავად ზაზა წუხს ამაზე ადამიანს ჩაუხვრიტეს დაუხვრიტეს შვილი საკუთარ ლოგინში კაცო როდესაც შეიძლებოდა რომ ელემენტარულად ტელეფონი აიღო და დაკითხვაზე დაებარებიათ ხო დედისა და მამის თვალწინ და ერთი წელიწადი გადის ხვალ და არანაირი პასუხი და მეტიც არც კი საუბრობენ და ათილიქებენ მამამის და რაღაცა მინიშნებებს აკეთებენ ირებს თითქოს იქ რაღაცაში გარეული იყო ხო რაზე საუბრობ ბიძინა ივანიშვილმა დიახ გადაწყვიტა რასაც მე ტრაქტორ ჩაგიხედავ ტრაქტორი კამაზი დაგინიშნავ მურუსიძეს და დავაწინავ რომ ბედუკა აბა სასამართლოს იმედია ამ ზონდერების აბა ეხა ზაზა პაპუაშვილი ეყოლება პარლამენტში თუ არ ეყოლება ეხა რა შეადარდებს ან ეკაბესენი ან ზოგადად პარლამენტის შემადგენლობა ვინც საერთოდ არ აინტერესებს ხო მით უფრო იცის რომ ადრე თუ გვიან ეს ადამიანი ბიც კი შეაქცევეს ზურგს ბიძინა ივანიშვილს ხო უბრალოდ უნდა რომ სასამართლოში ყავდეს ზონდერები. მადლობა. მართლაც ყავდეს ფარცხალაძეები ყავდეს. ფარცხალაძე დღესაც მართავს პროკურატურას და მაპატიეთ ამ სიტყვას ჩვენ აღარ უნდა მოვერიდოთ. დიახ, თუ ეს ყველაფერი გაგრძელდება, ბიძინა ივანიშვილი დაამთავრებს ძალიან ცუდად. ვერ გაასწრებს აქედან. გახარია დიახაც ან გახდება კანონის წინაშე პასუხისმგებელი და რაც საბოლოო ჯამში ჩემს მაწვერით გარდაიქნება პატიმრად ვინც უბრალოდ ბახარია ან ქვეყნა გაიქცევა ისე მოსკოვში სადღაც ჩამოვიდა აბა ეხა თავპირი გვიმტრიოს რაც უნდა აკეთოს მურუსიძეებია დააწინაუროს ხალხი აშიშილოს გაადიდროს საკუთარი ბაღალჩინოსები და გულხეთ დაკრეფილების შევხედავთ რა თქმა უნდა როდესაც კანონი ესე ითელება ფეხქვეშ კანონს ხელში იღებს საზოგადოება და გნებავთ ამას დაარქვით ეხლა ფრანგული დემოკრატია ვახსენე რამდენიმეჯერ ხო რა ხდება დღესაც ხო საფრანგეთში ხო აკვირდებით ხო დღეს უკვე დაკავებული იქნებოდა კუპატაძეც საბანაძეც გახარიას და ყველა ის უსიტყვოციო შემსრულებელი უკანონო ბრძანებებისა ველიციხეში ვინც აქტიურობდა და ეს ყველაფერი შეიძლება დიახაც მოხდეს უახლოეს პერიოდში ბიძინა ივანიშვილს აქვს შანსი რომ ოპოზიციის ნებას დაყვეს ანუ ხალხის ნებას ვინაიდან სხვა ლანდშაფტია უკვე პოლიტიკური უამრავი ადამიანი არის სასტიკად წინააღმდეგი ბიძინა ივანიშვილისა და ვთხოვთ რომ დაგვიჯექი და მოვთხოვთ უკვე მოლაპარაკების მაგიდაზე და საარჩევნო კანონმდებლობა შევცვალოთ თუ ამ ყველაფერს ზურგს შეაქცევს რაც სავარაუდოდ ასე იქნება იმიტომ რომ მაჟორიტარობის ინსტიტუტი თუ მან გააუქმა პირველ რიგში რატომ არ წავა იცით ამაზე უკვე 2019 საკუთარი ფულიანი მაჟორიტარების ეშინია ფულიანი მაჟორიტარების რომელიც ასევე თქვენგან გადაიბარეს წარმატებით. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ამაყი და მორალურად წელში ბოლომდე გასწორებული და არაერთხელ მithქვას რომ ყველა ის მართლა უღირსი ადამიანი ვის მიმართაც ობიექტური და სამართლიანი პრეტენზია არსებობდა დღეს ქართულ ოცნებას არათუ ხავს საკუთარი კალთის ქვეშ ამოფარებოდა ფრთებს არამედ რეალურად მართავს ქვეყანას. დიდი მადლობა ნიკა მელია და ენერგიას გვაძლევს. ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი იყო ჩვენი სტუმარი